საფრთხის გასანეიტრალებლად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახალი განყოფილების შექმნას გეგმავს. დღეს სხვა მთავარი თემების შესახებ იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი ძირითადი მოწმე გარდაიცვალა. ქალი, რომელიც ყარაფილოში სასაფლაოს დამლაგებლად მუშაობდა, არსებული ვერსიით H1-მა N1-მა იმსხვერპლა. ეს ცნობა საეჭვოდ ეჩვენება სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის გიორგი ცააძის ოჯახს. ვაზაგაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცააძესაც და ირაკლი ფირცხალავასაც დნმ-ის ნიმუშები მოსთხოვეს, რის აღებაზეც მათ უარი თქვეს. როგორ ხსნიან ამ უარს დაკავებულთა ოჯახის წევრები და რას ამბობენ ყარაფილაში. 47 წლის ირინა გიგოლაშვილი თითქმის ორკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მეუღლე ამბობს, რომ ავადმყოფს ჯერ კასპის შემდეგ კი თბილისის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი მისთვის ამ დრომდე უცნობია, მაგრამ რაიმე კავშირს ვაზაგაშვილის საქმესთან გამორიცხავს. სიცხეები ქონდა, მე ფილტვების ანთებაო. თბილისში რო გადაიყვანეს, იქ ხან თირკმელები აქვს გაჩერებული, ხან რაღაცა გაჟონაზე იყო ლაპარაკი. აი შიგნით არ გვიშვებდნენ ჩვენ, არც გვაჩვენებდნენ, არც ის 1000 თხოვე თავის და მივიდა და ხელის დადებას უშლიდნენ. მიიღო ეს ავადმყოფობა რაღაცა და გრიპია თუ რაღაც იყო და მაგითი გარდაიცვალა რა. ანუ ეს განცხადებები რომ რაღაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა თქვენ არ მიგეთ? ჩვენ აბსოლუტურად არაფერი. ირინა გიგოლაშვილი მთავარ პროკურატურაში ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით არაერთხელ დაკითხეს. მისი მეუღლეც იხსენებს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობდა. ერთ-ერთი მთავარი მოწმის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს ეგრეთ წოდებული კორტების საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის დამ გაავრცელა. ირინა ცააძეს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და პროკურატურას უნდობლობას კიდევ ერთხელ უცხადებს. 22-ში სააპელაციო სასამართლოზე ფირცხალავას განცხადების შემდეგ სუფრებიდან წამოყარეს პროკურორები გეუბნებით ამას და გააგზავნეს მოულოდნელად, ნახარც კიდე ხიზელ მდგომარეობაში იყვნენ თუ არა, ტელეფონებით და სანთებლებით შევიდნენ ჩემ მეუღლესთან კამერაში და ყოველგვარი განჩინების და ყოველგვარი კანონების დაცვის გარეშე მოითხოვეს ექსპერტების თანდასწრებით მათი ანალიზის ჩატარება. პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმეები, ვის მიერ იყვნენ მოკლულები ეს ადამიანები, ვის მიერ იყვნენ დაბმული ეს ადამიანები. ფირცხალავასა და ცააძის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას დაკავებულების დნმ-ის ნიმუშები საქმის გასაყალბებლად სჭირდება, ამიტომ განმეორებითი ანალიზის ჩატარებაზე ორივემ უარი თქვა. მისი თქმით, სავარაუდოდ პროკურატურა გეგმავს ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუშები შეადაროს იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე. სოცანაშვილის გარდა აღმოჩენილ კიდევ ერთ დნმ-ის ნიმუშს. ველიჯანაშვილი ითხოვს სიცხადისთვის გასული წლის იანვარში აფეთქების ადგილიდან აღებული დნმ-ის ნიმუშის კოდი ჩაბარდეს. არაერთი განცხადება გაკეთებულა თავად მათი მხრიდან, სწორედ გახდა მიზეზი იმის, რომ ამათ არ მისცეს ნებაყოფლობით დნმ. რაც შეეხება კიდევ ერთ დარღვევას არის ის, რომ პროკურატურა როდესაც მოვიდა დნმ-ის აღებაზე, მათ არ განუმარტეს, რას უნდა შეედაროს დნმ, რომელ ნიმუშს უნდა შეედარდეს, საიდან არის ის აღებული, ან რასაც უნდა შეედარდეს. ეს ჯერ ერთი არის დარღვევა და მეორეც ერთი კიდევ ერთხელ აფიქრებინებს ორივე მათგანს, რომ მიმდინარეობს გარკვეული მტკიცებულების ფალსიფიკაცია. ადვოკატის ინფორმაციით დაკავებულებთან ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში რამდენიმე დღის წინ პროკურორი შევიდა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და მასთან მობილური ტელეფონი, ასევე სხვა აკრძალული ნივთები ჰქონდა. ცააძეს და ფირცხალავას დნმ-ის ნიმუშების აღება სწორედ მან შესთავაზა, თუმცა არ განუმარტავს რისთვის სჭირდებოდა. პროკურატურა დაკავებულთა ოჯახის ბრალდებებს ჯერჯერობით არ პასუხობს. 10 წელი გავიდა გირგვლიანის მკვლელობიდან, ოჯახი დამნაშავეთა დასჯას ისევ ითხოვს. გურამ გირგვლიანი მათ პასუხისმგებლობაზე